სანამ ახალი თავგადასავლებისკენ დავიძრებოდე, წინ ველომბოლელები შემხვდნენ. ხოლო ეს სვანეთისკენ მიმავალი გზა, ალბათ მიხვდებოდით. სხვაგან სად ნახავთ ასეთ სილამაზებს? აბა გავიღიმოთ. ხელი დავიქნიოთ. ჩვენი პირველი მოსანახულებელი ობიექტი, რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ენგურჰესია. იგი სიმაღლეში 271.5 მეტრს შეადგენს, ხოლო თაღოვანი კაშხლის სიგანე 728 მეტრია. მისი მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1987 წელს დასრულდა. ჰესის გაცნობის შემდეგ ვეწვიეთ გალერეას, სადაც ქეთი მელქაძის პერსონალური გამოფენაა განთავსებული. ერთი შეხედვით სულაც არ არის დაკავშირებული ენგურჰესის კაშხალთან ეს გამოფენა, მაგრამ შესრულების მეთოდი, რომელიც კავშირშია უშუალოდ ამ შემთხვევაში ლითონთან, შეგვიძლია დავაკავშიროთ ელექტროენერგიასთან და გაყვანილობასთან. ლითონის სადენებით შექმნილია სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები. როდესაც ენგურჰესის, ჯვრის წყალსაცავი დავტოვეთ, წამოვედით მესტიისკენ და გზად გადავწყვიტეთ შეგვეარა მაცხარიშის სახელობის ლატალის ეკლესიაში. ხოლო ჩვენი შემდეგი გაჩერება ჰეშკილის ქოხებია. ხოლო ეს ჩვენი უშიშარი გოგონა. ხედავთ არა, ლამის მთებში შეიჭრა. აქჩუმად მე ვსაუბრობ. მაჩუბი ჩემოგარგებო არის საცხოვრებელი სახით სახლის ქვედა სართული. ანუ ეს ზამთარს ატარებდნენ ასეთ გარემოში. თუ ახლა გაგიკვირდებათ ეს ბაგის ტიპის ეს მოცემულობა რატომ არის აქ? ხერგიანების სამუზეუმის მონახულების შემდეგ გადავინაცვლეთ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც უნიკალურია საქართველოში თავისი გამოფენებით. მათ შორის არის მე-19 საუკუნის დათარიღებული ხატები, გარდა ამისა 4 თავები, მათ შორის 897 წელს დათარიღებული ადიშის 4 თავი, მესტიის 4 თავი, რომელიც კლარჯულ სამწერლობო სკოლას მიეკუთვნება. შუა საუკუნეები რომ ყოფილიყო, ამ ცეცხლზე გრძნეულები დაიწვებოდნენ, მაგრამ ისევ შინაური ცხოველები ჩაგდებიან. როდესაც მშვიდად დაუღელებლად ერთი საბაგირო დავტოვე და მეორეზე გადავედი, უცნაურ რაღაცას მოვყარი თვალი. აი თურმე როგორი ყოფილა ქოსანი მამაკაცი. რაო? ჩვენ დავიძარით ზურულდის მწვერვალისკენ. აქეთ გაიღირეთ, აქეთ. გივი მოგესალმე? ეს ჩვენი გუნდი. ჩვენ ბევრი ვიარეთ და მოვადექით სიყვარულის კოშკს. ნეტო მშობლებს მაინც რა უნდათ? მიაგულის სამფლობელოში. და მოვადექით უშგულის ცენტრს, რომელიც აერთიანებს 4 სოფელს, მურყმელს, ჟიბიანს, ჩუბიანს და სწორედ მეოთხე ჩაჟაში ვიმყოფებით ახლა და ხედავთ მის კადრებს.
ის შუა საუკუნეების სოფელია და განსაცვიფრებელი ბუნებაც წინ ეშლება. ამით ჩვენ ვასრულებთ მოგზაურობას სვანეთში და ვიძრებით ქუთაისისკენ. მომავალ შეხვედრამდე. Is